ერთადერთი მიზეზი რის გამოც იწერება ეს გადაცემა, რავი, შეიძლება გადაცემა არც ერქვას, უბრალოდ რაღაც ვიდეო არის ის, რომ როდესაც რუსული პროპაგანდა შალვა რამიშვილისნაირი პროპაგანდისტებით ხო ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად აბალმიგინდას და ასე შემდეგ, ეს იმდენად ვრცელდება საზოგადოებაში, ვინაიდან მათი რესურსები არის, რავი, ულევი, ჩვენი ჯიბიდანაც მისდით მინდა აღნიშნო, რომ საზოგადოების საქართველოს მთლიან ტერიტორიას მოიცავენ, რავი, პოსტივით, იმედით თუ სხვადასხვა სოციალური ქსელებით და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებმა, ვინც გსურს, რომ ამ პროპაგანდას დაუპირისპიროთ სწორი მსჯელობა, სწორი ხედვა, რაც არის რეალობა. და ამიტომ აუცილებელია, რომ მე, რავი, სხვა აქტიურმა ადამიანებმა ის, ვისაც გული შესტკივა დღევანდელ მდგომარეობაზე და რეალურად ხედავს, რაც ხდება ამ ქვეყანაში, უფრო ხვალ ილაპარაკოს და მის სამეგობროს, ასე ვთქვათ, ჭალებში ბაბლს მიღმათ ადამიანებს აუხსნას, რომ ის, რასაც იმედი და პოსტივი და შალვა რამიშვილი და ის ორი, ვინც გვერდით უზის ავრცელებენ, არის ერთი დიდი სიცრუე და აი ამ სიცრუეში არ გვინდა რომ ვიცხოვროთ საქართველოში, ვინაიდან აი აქედან იწყება უკვე ყველაფერი დანარჩენი და აი ამ მიჩვევებით შემდეგ უკვე ისეთ ეტაპებზე გადავდივართ, რომ აი რეაქცია არ გვაქვს ხოლმე ძალიან ცუდ ქმედებებზე ქართული ოცნების ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, ხო? მაგალითად, რავი, შეგვიძლია ბევრი პროპაგანდისტული გზავნილი გავიხსენოთ. მაგრამ ახლა მახსენდება ერთ-ერთი ის, რაც ბარათაშვილის ხიდზე თბილისში გადმოფინეს რამდენიმე დღის წინ ბრჭყალებში აქ. ხო, ქართული ოცნების რაღაც ახალგაზრდული ტიტუშკები შეიძლება ყოფილიყვნენ, რომელსაც რავი 30 ლარი გადაუხადეს. ბიჭებო, მინდა ეს ჩამოგიდეთ რაღაც უთხრეს ალბათ და ამ ტიტუშკებმაც რავი გადმოკიდეს ეს ბანერი ახალგაზრდულის წევრებმა და აქ ეწერა პოლიციელი გმირია. ნუ მოკლედ, რა თქმა უნდა, პოლიციელებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და პირიქით პოლიციის ინსტიტუციას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მოდი ეს უნდა გავფილტროთ და გავსაზღვროთ რა რას ნიშნავს რა. ანუ მოდი ცოტა ხანი გადავდოთ გმირიას საკითხი და ვისაუბროთ უბრალოდ პოლიციელზე რა. ვინ შეიძლება იყოს პოლიციელი? პოლიციელი ხო არ შეიძლება იყოს, რავი, მანეკენი, რომელსაც პოლიციის ფორმა აცვია, ხო? იქნება უბრალოდ რაღაც საგანი, ხო? შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც არბევს მომიტინგებს, ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც გარიგებებში მონაწილეობს, ხო? ეს ადამიანები არ შეიძლება იყვნენ პოლიციელები, ესენი არიან, რავი, სისტემის ჭანჭიკები და მოდი დავარქვათ მარტივ ენაზე მილიციელები, ხო? და მილიციელსა და პოლიციელს შორის კიდე რა განსხვავებაა, რომ პოლიციელი არის, რომელიც კანონს ემსახურება და მისთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და უნდა იცავდეს ამ წესრიგს, შემდეგ ხოლო მილიციელი არის ადამიანი, რომელიც იცავს პარტიის ინტერესებს, ხო? დღეს ჩვენთან ფორმაში ჩაცმული ადამიანები იცავენ რეალურად პარტიის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებენ პარტიის გამო, ხო? სამწუხარო რეალობა ქართულ ოცნებამ მოახდინა ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში პოლიციელს მისი დანიშნულება დაუკარგა და აქცია მილიციელად, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ეს მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი არ არის, ესე რომ ხდება, უნდა ვთქვათ ის, რომ ყველა კანონის წინაშე რაღაც დროს აგებს პასუხს. ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ მოდი ამას მოვშორდეთ. ჩვენ ამბობდით ერთ გზავნილზე, პროპაგანდისტულ გზავნილზე, პოლიციელი გმირიაზე ვსაუბრობდით, ხო? ეხლა რა გამოვიდა, ჩვენ უკვე პოლიციელი გმირიას კი არ ვახსენებთ, უნდა აღწეროთ მილიციელი გმირია, იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში ეს უფრო შესატყვისი გამოვიდა, ხო? მოდით მილიციელი გმირია როგორ ასოცირდება თქვენთვის, როგორ წარმოდგენას გიქმნით, ჩემი აზრით რაღაც ერთმანეთში არ ჯდება, ხო, მილიციელი და გმირი, იმიტომ რომ მილიციელი ვერ იქნება გმირი, ხო? ამიტომ ამ ფორმატში ეს სიტყვათა კავშირი უფრო მეტად ასახავს ჩვენს რეალობას. ანუ ის ადამიანები, ვინც დღეს უჩვენებებს იძლევიან, გვირტყამენ, კორუფციულ გარიგებებში არიან, რეალურად გმირები ვერ იქნებიან, ხო? ამიტომ გმირის კონტექსტში უკვე აღარ გავაგრძელოთ საუბარი, ამ სიტყვის შეურაცხყოფაც არის რა, ანწუხელიძის შეურაცხყოფა და სხვა გმირების შეურაცხყოფა, როდესაც რა ვიცი, ვინ შეიძლება ვთქვათ, რომელი მილიციელი გახსენდება პირველი?
სირაძე ხო აი სირაძე ვაჟა არ შეიძლება შევადაროთ მაგალითად ანწუხელიძეს ვინაიდან ერთი არის მილიციელი რომელიც ქართულ ინტერესებს კი არა რუსულ ინტერესებს იცავს და პარტიას იცავს და მეორე არის ადამიანი რომელმაც საქართველოსთვის თავი გასწირა ანუ ხო ხედავთ რამხელა შეურაცხყოფაა გმირობის და ამ სიტყვის დეფინიციის როდესაც ვიღაც აი გებუაძე თუნდაც აი გებუაძე როგორ შეიძლება გმირად იწოდებოდეს ან კიდე რავი მილიონი სხვა რავი ხო რა ჩამოთვალოთ ძალიან ბევრი არიან სამწუხარო ძალიან ბევრი ეს ადამიანი სამ მილიციელად და სათითაოდ ამას ვერ ჩამოვთვლით ხო და კიდე მინდა აღნიშნო რომ ძალიან პატარები რა აი გიждები ხოლმე 18 წლის ბიჭები და გოგოები რომელსაც ახლა იარაღი მისცეს და მანქანა გადასცეს არ მესმის ესე როგორ შეიძლება გაფუჭებულიყვნენ რა მოკლე პერიოდში ანუ გამოდიან და როდესაც ელაპარაკები ადამიანი რაღაც რეალურად უხსნი რა რისთვის გავართ რა საპროტესტო აი გიყურებს და აი რაღაცა ირონიულად იღიმის აი რატო იღიმი ხო აი დღევანდელ მაგალითზე ვიტყვი ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დედა ესაუბრებოდა პოლიციელს რა 18-19 წლის იქნებოდა ძალიან ახალგაზრდა და დგას და რაღაც ირონიულად იცინის ხო აი რატო აი რას გაძლევენ იქ ისეც რომ ყველაფერი დაივიწყო და ყველაფერი დაკარგო, ხო, არ ვიცი, მაგრამ რა, იმედია, როდესაც მივხვდებით, იმიტომ რომ მე მაინც ძალიან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა ადამიანში რაღაც სინდისის გამოგვიძების ოდესღაც და იმედია თქვენშიც გამოიღვიძებს და იმედია ბოლომდე არ ჩაყვებით იმ რაღაც ღიპიან თქვენს უფროსებს, რომლებიც ასევე ხშირად ვამბობთ, ხარ, მინდა რეალობას შევხედოთ და სადმყოფებით რა საქართველოში, ანუ რეალურად საქართველოში არ ვყოფებით, უკვე ჩვენ ვყოფით რუსეთში რა. ამის ხაზგასმა მინდა, ვინაიდან ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ჭალებში ხელისუფლება ახორციელებს, არის წმინდად რუსული, ხო? რუმინელი კომიკოსი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს რუმინელი კომიკოსი ხასიათდება რუსეთის მიმართ რაღაც დაცინვით რა, რუსებს დასცინის ხოლმე მის შოუები. You're from Georgia. That's very nice. What is your name? Oh, wow. I think she's Russian. She's like this. She's like, come on over. Good friend. საქართველოში არ შემოუშვეს. აი, რატო შეიძლება საქართველოში არ შემოეშვათ რუმინელი კომიკოსი, რომელიც დასცინის რუსეთს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსულია და თო ის აქვს რუსეთს და საქართველოს ალბათ ვინ დაბლოკონ საზღვარზე და ვინ არა და ამოაგდო წითელი აუნთო და აღარ შემოუშვეს ეს კაცი. და ამას წინათ დღეს თუ გუშინ ეს კომიკოსი შეუშვეს აზერბაიჯანში. ანუ რისი თქმა მინდა, აზერბაიჯანიც არ გამორჩევა დიდად რაღაც ადამიანის უფლებების პატივისცემი და რაღაც აი დემოკრატიის ზენიტში და რაღაცაში არ არის, მაგრამ წარმოგიდგენთ ეს საქართველოს რა დონეზე დაბლა დგას, რომ აი აზერბაიჯანში შეუშვეს ეს კომიკოსი და საქართველოში არ შემოუშვეს, ხო? ანუ მინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ აი ჩვენ რუსეთში მიგვაქანებენ კი არა, ჩვენ ვარ აი რუსეთში ვართ რა, ამას გავუსწოროთ თვალი რა და რით შეიძლება ამას ვებრძოლოთ რა, ამის ბრძოლის იარაღები არსებობს და ერთ-ერთი არის ის რომ ასე დავსხდეთ, მე რაღაც არ მომწონს რაღაც კამერას უყურებ და ასე რომ გელაპარაკებით, იმიტომ რომ არ მისწავლია არსად და მირჩენია რომ სხვამით იყო დაკავებული ახლა, მაგრამ რავი, სხვა გზა არ არის რა, ის ადამიანები რავი ჩვენი ჯიბიდან რო პროპაგანდაში ფულს დებენ რაღაც მილიონობით დოლარებს რო დებენ და ხელფასებს რო უხდიან გვერდებს ტროლ გვერდებს რომ ამუშავებენ და ასე შემდეგ და აი ერთ-ერთში კგბ-ს რაღაც ხერხებით რომ მუშაობს პროპაგანდა აი ძალიან რთულია ამას ებრძოლო რა მით უმეტეს რომ აი როგორ გითხრათ აი ძალიან დიდხნიანი ისტორია აქვს რუსეთს და გამოცდილება მსგავსი ჰიბრიდული ბრძოლის რა და ერთადერთი რითიც შეგვიძლია ამას ვებრძოლოთ არის ის რომ ესე ავიღოთ ტელეფონები და ველაპარაკოთ ხალხს რა და ველაპარაკოთ და აუხსნათ ის რომ აი ჩვენ ვიმყოფებით ერთ დიდ რაღაც აბსურდში სადაც ყველა იტყუება ჩვენი ირგვლივ ყველა ტელევიზია პოსტივი რაღაც იმედი კი შავარამიშვილი და ორი რაღაც როუზის გვერდით ეგენი იტყუებიან რავი ეს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ნინო წილოსანი და ყველა იტყუება ანუ მისი ვიდეო გაქვს ნახე აი 51 ზომა ისა ფექსაცმელი ბოტასი მეცვა და ნუ ეწერაო და ნინო წილოსანი ვიყიდე ერთ-ერთი რაღაცა ბოტასი რომელსაც ეწერა ენი და ნუ რაღაც სიმბოლური იყო ანუ ნინოსთან ენი და რაც თავი არ ქონდათ სხვა ზომა ქონდათ მხოლოდ 41 ტიპი ატყუებს ხალხს რომ ნიუ ბალანსი ანუ ნინო წილოსანთან ასოცირდება ანუ გამენი წარმოგიდგენთ რა დონეზე გაბოლებენ ხო ხდებით ანუ ამის ჩვენება მინდა ანუ მარტო ჩემ ხარეს ვინც არის იმას კი არ ველაპარაკები თქვენ ხოც ამორჩეულს რომელსაც ცოტა გაყინული გაქვთ თქვენი პროპაგანდით და მინდა გაიგოთ რა ნინო წილოსანი არ უნდა გატყუებდეს ანუ ეს მინდა გაიგოთ რა და ეგ პროპაგანდა გრძელდება უკვე მე სხვა დონეებზე ანუ ერთი კობახიძე და deep state-ს იტყვის აუ იმაზეც მინდა და საუბარი ხა
ყობახიძე deep state-ზე რო ლაპარაკობდა, გუშინ მედვედევი გამოვიდა და მაგას deep state-ი ახსენა, ანუ ტრამპსა და deep state შორის ბრძოლაზე იყო საუბარი. წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი მიდის მსჯელობები ბიჭო და ხო უნდა მიხვდეთ ელემენტარული, რომ აი მედვედევი და ყობახიძე deep state-ს რო ახსენებენ, ესე იგი რაღაც საერთო message box-ი მოდის და რაღაც ერთი დაწერილი ტექსტია, რომელსაც გიხსნიან და შენ რატო ვერ უნდა მიხვდე ამას? აი ხო მარტივი არის ამის ახსნა, როგორ გაგიყავდეს ის ტვინი და როგორ რაღაც დაგიხურეს ის ტვინის უჯრედები, რომ ამას ვერ მიხვდე, ხო? ანუ ამის ჩვენება მინდა და ძალიან ბევრ რაღაცას ავრცელებენ რა, რავი, ავრცელებენ იმ ადამიანებს, ვინც აქციებზე გამოდიან და მილიონ რაღაც საშინელებას ლაპარაკობენ, აი ფულზე აყიდულები 1000 იმას უხდიან, 50 ლარს უხდიან, 70. მოკლედ ანუ მაგ ადამიანებსაც მინდა შევეხო, ანუ შენ თუ ამას იჯერებ და ახლობით ალბათ შენ თვითონ ხარ მაგაზე წამსვლელი რა, ანუ არ ჯერა იმის რომ ადამიანმა რაღაც შეიძლება გააპროტესტოს და არ შეიძლება რომ რაღაცა აი სამშობლო უყვარდეს, იმიტომ რომ რაღაცა შენ თუ ფულში ახურდაო ამ ყველაფერს, იგი შენ თვითონ ხარ მაგაზე წამსვლელი, ხო? და მოკლედ ეგ ზავნილები არის, ნუ შეფუთული არის რომ თუ რაღაც მარტო თქვენამდე კი არა, რავი, ჩვენ მხარეს ვინც არის ახლა ცოტა პასიური მომხრეები, მაგათანაც მიდის და ბევრი თავს იკავებს აქციაზე გამოსვლის გამო, რაღაც იმედს ვერ ხედავს და ასე შემდეგ, მაგრამ მოკლედ რავი, როგორ გინდათ რომ რაღაც გავიმარჯვოთ, ამას ვამბობთ რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ და ასე შემდეგ და ბრძოლა როგორ უნდა დასრულდეს, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ თუ რაღაც სახში დასხდებით და რაღაც ასკროლავთ TikTok-ს და Facebook-ს, ეგრე გაიმარჯვებთ? რავი, მე მგონი ეგრე არავის არ გამომარჯვია და ვერც თქვენ ვერ გაიმარჯვებთ და რავი, სანამ დროა საკუთარი თავი უნდა იპოვოთ პროტესტში და რაიმე ფორმით გამოხატოთ, რავი, ზოგ წერა შეუძლია, ზოგს კითხვა შეუძლია, ზოგს რავი, სიმღერა, ცეკვა, რავი, რაღაცები ხო შეგიძლიათ, ანუ ყველა შეუძლია. სტუდენტები ხართ, რავი, პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი როგორ შეიძლება იყოს აპოლიტიკური, ხო? რავი, ხო უნდა გავანძრიოთ ეს ტვინი და რაღაც იმაში არ ვიყოთ რაღაც მარწუხებში მოქცეულები, ამიტომ პროპაგანდა თქვენზეც მუშაობს და უნდა ადგეთ და როგორც შეგიძლიათ, ისე უნდა ავრცელოთ რა. უნდა რაღაც გამარჯვების გზები უნდა იპოვოთ, ანუ თქვენ გასაკეთებელს რატო გონიათ რომ მე გავაკეთებ, ან მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ თქვენ გასაკეთებელსაც, ანუ პრობლემა არ მაქვს, ანუ ჩემ ენერგიას კიდევ უფრო მეტად რაღაც ჩავდე მაგ ამბავში, მაგრამ რეალურად ვერ გავაკეთებ, ანუ შენ მაგვირად მე ვერ გავაკეთებ ვერაფერს და ამიტომ ადექი აწი ერთი ადგილი და რაღაც დაიცავე შენი სამშობლო რა, თუ არ გინდა რუსეთში რო აღმოჩნდე, რავი, ბევრი რაღაცა არის რა. მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია არის, რავი, სწავლას ვერ გააგრძელებს საზღვარგარეთ, მოგიწევს, რავი, რუსულ გუბერნიაში ცხოვრება, მოგწონს კადიროვივით რაღაც ვიღაცები ბასლაინზე რო დადიან, რაღაც დიდი ჯიპებით და რაღაც ბოკვერები რო დაყავთ, მე არ მომწონს ეგეთ საქართველოში ცხოვრება და შენ თუ მოგწონს, მაშინ შენ იცხოვრე, რავი. ეგეთ საქართველოში და ფეხი არ გაანძრიო, ხელი არ გაანძრიო და რავი, იყავი, მაგრამ რავი, ჩვენაირად მე მგონი ბევრი ადამიანი არსებობს და ჩვენ გვჯერა რომ რაღაც სამართლიანობა შეიძლება არსებობდეს ადამიანებს შორის და რაღაც თანასწორობა შეიძლება არსებობდეს, დემოკრატიული ღირებულებები, მაგიტომ მოგწონს რომ რავი, ბიძინა ივანიშვილის შვილი რო არის ბერა და ანუ ჩემ შორის არ უნდა იყოს რაღაც უფლებრივი განსხვავებები რა, ანუ ხო გესმით რასაც ლაპარაკობ, ანუ ჩემზე განსხვავებული და ჩემზე აღმატებული არ უნდა იყოს სხვა ადამიანი, ეგ არის რა, დემოკრატიის მთელი არსი და დასავლეთის მთელი არსი და ღირებულებრივი ეგ არის რა. ამას უნდა ვიცავდე და შენ თუ ამაზე თვალს უჭავ, რავი, მაშინ ესე იგი რა გინდა? მოკლედ მოგწონს რომ ვიღაც ბატონი ყავდეს, გინდა რომ ვიღაც შუშის სასახლიდან გმართოს და ვიღაცა ბოკვერებით იაროს და შენ რავი, ფეხით დაბოდიალობდეს სადღაც, ანუ ხო არ გინდა ეგ, თუ არ გინდა, მაშინ უნდა გააკეთო რამე რა, ადგე და რაღაცა გააკეთო რა. ხო და ეს რაღაცა შენ მოიფიქრე, რავი, თუ გინდა დავსხდე და ერთად ვილაპარაკო და მოვიფიქროთ, მაგრამ შენ ამის ინიციატივა თუ არ გამოხატე, მაშინ ყოველთვის იქ იქნები, სადაც ხარ და არჩენი განათლება, არჩენი, რავი, ცოდნა, არაფერში არ გამოგადგება რა. იცი როგორი იქნება, აი ნაგავში რო ჩააგდო რა, შენი ცოდნა და მე შავი პარკი რო ამოიღო და სანაგავში რო გადააგდო მეორე დღეს, ეგრე იქნება შენი განათლება და რავი, ყველაფერი სხვა თუ რაღაც ეს პრაქტიკაში არ გამოიყენე რა. ეს იყო რის თქმა მინდოდა რეალურად და რავი, საკვირაო და ავარკვით ამ გადაცემას, იმიტომ რომ ყოველ კვირა მინდა ვისაუბრო.